ბათუმში დღეს მწვავე პნევმონიით 2 პაციენტი გარდაიცვალა. დაავადების გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი არ გამორიცხავს, რომ გართულება შესაძლოა ვირუსულ და სხვა ძირითად ქრონიკულ დაავადებებს უკავშირდებოდეს. როგორც ცენტრში განმარტავენ, გრიპით და სხვა რესპირატორული ინფექციებით ბოლო ორ კვირაში აჭარაში სამედიცინო დაწესებულებებს უკვე 300-მდე პაციენტმა მიმართა. სპეციალისტების განმარტებით H3 ვირუსით ინფიცირებულთა მიმართვიანობის მაჩვენებელი პიკს აღწევს, თუმცა სიტუაცია ჯერ საგანგაშო არ არის. გახშირებულია სასწრაფო ბრიგადების გამოძახებებით, თუმცა ამ კუთხით ადგილობრივთა ერთ ნაწილს პრეტენზიები აქვს. სასწრაფო გამოვიძახე საღამოს 12-ის 19 წუთზე, მაშინ როცა ქალაქში არ არის არანაირი საცობი, არა მით უმეტეს საახალწლო დღეებში. დაახლოებით 45 წუთი უცად ერის შემდეგაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბავშვი, რომელიც იყო მაღალი სიცხით, საკუთარი ძალებით გადაგვიყვანა საავადმყოფოში. პრობლემა არა იმაში, რომ ბათუმის სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ, თუდად მე ვიცი, რომ კარგად მუშაობენ, უბრალოდ ქალაქს რეალურად არ ყოფნის ის 11-დან 13 ბრიგადამდე, რომელიც ამჟამად ემსახურება. მიმდინარე პერიოდის მონაცემით შემთხვევათა რაოდენობა წინა პერიოდთან შედარებით არის გაზრდილი, მაგრამ არა საგანგაშო. დამახასიათებელი სიტუაცია გრიპის ეპიდსეზონისათვის. სასწრაფოში ფიქსირდება ძალიან დიდი რაოდენობა გამოძახებებისა, პრაქტიკულად არის გადატვირთული რეჟიმი. აღნიშნული სამუშაოს განტვირთვის მიზნით პოლიკლინიკებსა და პირველად ჯანდაცვებს მიეცათ რეკომენდაცია გაზრდილი სამუშაო საათების შესახებ. ჩვეულებრივ სამუშაო დღეებში დილით 10 საათიდან საღამოს 9 საათამდე იქნება მოსახლეობის მიღება ბენეფიციართათვის და იქნება აგრეთვე გამოძახება ბინაზე, ხოლო რაც შეეხება შაბათ-კვირას დილის 10 საათიდან 18 საათამდე ბენეფიციარებს გაეწევათ აღნიშნული მომსახურება.